გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოგესალმებით და აქციაზე გამოსულ ადამიანებს მინდა მივმართო, აი ხლა რაღაც რო გამოჭენდნენ რუსთაველზე, ევროპაში რომ მიდიან ამ ადამიანებს მინდა მივმართო. თქვენ გასულელებენ ევროპელებიც და ევროპელების შნირებიც ამ ქვეყანაში, ზუსტად ისე გასულელებენ, როგორც 2013 წლიდან დაიწყეს უკრაინელი ხალხის გასულელება. ერთ-ერთი იმ პროცესებს ქოქავენ საქართველოში, რა პროცესებიც მოქოქეს 2013 წლიდან უკრაინაში, რომელიც გაგრძელდა მაიდნის რევოლუციით და შემდეგ უკრაინაში ომი არ გაჩერებულა. მას შემდეგ რაც იანუკოვიჩმა ევროპელებს და ბრიტანელებს უარი უთხრა იმაზე, რომ უკრაინა მიეკლათ რუსეთზე, ამის შემდეგ მოუწიავდნენ ევროპელები და იანუკოვიჩის ხელისუფლებას დაუწყეს რუსული ხელისუფლების სახელი და უკრაინელ ხალხს, როგორც დღეს თქვენ გეუბნებიან, რომ ქართული ოცნება დაამხეთ და მეორე დღეს თქვენ ევროპის კავშირის წევრი გახდებითო, იგივე შეუგნებოდნენ უკრაინელებსაც, რომ გამოდითო დაამხეთო იანუკოვიჩის რუსული ხელისუფლებაო და ჩვენ ვართ გარანტიო, რომ თქვენ ევროპული კავშირის წევრი გახდებითო და იქ აქციებზე ჩადიოდნენ ეს ევროპელი პოლიტიკოსები და პონჩიკებს და რაღაცებს ურიგებდნენ ადამიანებს და აგულიანებდნენ, რომ ჩვენ თქვენთან ვართო. დაამხობინეს უკრაინელ ხალხს იანუკოვიჩის ხელისუფლება და იმ ადამიანებს, ვისაც ეგონა, რომ იანუკოვიჩს რო დაამხობდნენ, ევროკავშირში ამოყოფდნენ თავს, ევროკავშირის მაგივრად ამოყეს თავი საფლავებში და ომში. და ზოგს საფლავიცა ღირსებია და ღორებმა შეჭამეს და დღესაც ბევრს ჭამს ღორები უკრაინელ ხალხს მინდვრებში სადღაც და ზოგს მატლი ჭამს და საფლავიცა ღირსები. აი ასე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები ვითომ ევროკავშირში მას შემდეგ რაც დაამხეს იანუკოვიჩის ხელისუფლება. იგივე პროცესები ვითარდება დღეს საქართველოშიც ერთ-ერთშიც. ეს არის ფაქტი. ვისაც ჩემი არ გჯერათ, გადახედეთ თქვენი თვალით უყურეთ, თქვენი ყურით ისმინეთ და მერე შეხედეთ რა ხდება დღეს საქართველოში და როგორ ველაპარაკებიან ევროპელი პოლიტიკოსები და აღმოაჩენთ, რომ ერთ-ერთი და იგივე პროცესები ვითარდება. ეხლა აი ამ შიგ ევროპელებს მინდა მივმართოთ თქვენ, აქ რო დაჭენაოთ წინ და უკან და ევროპაში მივდივართ და რაღაც სირობებს რო ლაპარაკობთ. ჩვენ ვერანაირ ევროპაში ვერ მივდივართ, ჩვენ ვერანაირ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით. ჩვენ რო ევროკავშირში ვდომებოდით, მიგვიღებდნენ აქამდე 9000 ჯერ. მე 40 წლის კაცი ვარ და ამ 40 წლიდან 30 წელიწადია მესმის, რომ ღია კართან მდგევართ და დღეს თუ არა აი ხვალ ევროკავშირის წევრი ხდებით, ხან რაღაცას დაგვავალებენ, ეს შეასრულეთ და გახდებით, მერე ვერ შეასრულეთ კარგათო, მერე სხვანაირად გვავალებენ, მერე იმას გვავალებენ, მერე ამას და გადის 30 წელი აი ამ რაღაცა სირობაში. გავიდა 30 წელი და კიდე ბევრი წელი გავა, სანამ ევროკავშირი არ დაიშლება, აი ესე მუდმივად დავიწყებინ ამის საუბარს, რომ აი ჩვენ თუ ჭკვიანად მოვიქცევით და ევროპელებს დაუჯერებთ, გავხდებით ევროკავშირის წევრი. რისი შანსიც არ აქვს პირდაპირ ვიძახი. ასე რომ აი ამ ადამიანებს გეკითხებით, თუ გიფიქრიათ თქვენ იმაზე, აი ვინც ამ რუსთაველზე დაჭენავთ წინ და უკან, ერთმა დაიფაროს და ქართული ოცნების დამხობის შემთხვევაში, რომ მოგიწიოთ ევროკავშირის ნაცვლად ომში თავის ამოყოფა, მზად ხართ თქვენ ამისთვის, გიფიქრიათ ამაზე? 1% მაინც რო დაუშვათ ის რომ ქართული ოცნება მართალს იძახის, მე კი ზუსტად ვიცი რომ მართალს იძახის და სწორედ ომისთვის ჭირდებით და იმისთვის არა რომ ჩვენ რუსეთს ომს მოუგებთ, არა და არც უკრაინა ჭირდებოდათ მაგისთვის რომ რუსებისთვის ომი მოეღოთ. რუსებს რომ ომს ვერ მოუგებენ, ეს ძალიან კარგად იციან ბრიტანელებმაც, ევროპელებმაც და ამერიკელებმაც, მაგრამ უბრალოდ უკრაინელების სიცოცხლის ხარჯზე და უკრაინის ტერიტორიის ხარჯზე ასუსტებენ რუსეთს, ფიტავენ, ახარჯინებენ ადამიანურ რესურსს, შეიარაღებას და
ზუსტად იგივესთვის ჭირდება საქართველოს, რომ აქედან გახსნან მეორე ფრონტი და უფრო დიდი თავის ტკივილი გაუჩინონ რუსეთს და კიდევ უფრო გამოფიტონ, დაასუსტონ და ახარჯინონ კიდევ უფრო მეტი რესურსი. ეს არის რეალური მიზანი ევროპელების და ბრიტანელების და სწორედ ამისთვის იკლავენ თავს, რომ საქართველოში მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ყველაფერს გააკეთებინებენ, ზუსტად ისე, როგორც ზელენსკის და პოროშენკოს ხელისუფლებას აკეთებინეს ყველაფერი, რაც უნდათ უკრაინაში და 40 მილიონიანი უკრაინიდან დღეს აი ესე იმ დღეშია, რომ უკვე 18 წლის ბავშვებს ერეკებიან სასაკლაოზე. ხო, წარმოგიდგენიათ რა ხდება და რა დამართეს ამ ხალხს. აქვე მინდა ამას ვლაპარაკობ, ზოგი წერს, რომ აი შეჩმორო და ომის რუსების გეშინია და რაღაც სისულელებს. ამას ვინც წერთ ამ ადამიანებს მოგმართავთ. მე ჩემი ქვეყნისთვის იარაღით ხელშიც და უიარაღოთაც ძალიან ცოტა მაქვს გაკეთებული. ასევე მე არ ვარ ის ადამიანი, რომ აქ რომ ომი დაიწყოს, არ ვიცი ახლა რუსები შემოვლენ, რა ვიცი, ყიჩაღები, მე ჩემი ქვეყნიდან და ჩემი ქალაქიდან და ჩემი სახლიდან არსად გამქცევი არ ვარ. საქართველო არის ჩემი დედა სამშობლო. შესაბამისად, საქართველო არის ჩემი პირადული. როგორც ჩემი ოჯახია და შვილებია და დედა პირადული, ზუსტად ისეთი პირადულია ეს ქვეყანაც და მე ჩემ თავს ვერ მიცემ იმის უფლებას, რომ აქ ვიღაცა იარაღით და გრევით შემოვიდეს და მე პასუხი არ გავცე როგორც შემეძლება ისე და პროჭივით გავიცი ამ ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი, რომ ეს იქნება უეჭველად წაგებულ ომში შესვლა, უეჭველად წაგებულ ომში. მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ, ვინც არ უნდა და როგორც არ უნდა წამოიწყოს და ვინც არ უნდა შემოვიდეს ჩემ მიწაზე იარაღით და ჩემი ერის ხოცვა დაიწყოს და ჩემი ქვეყნის განადგურება, მე ვიცი რასაც ვიცი. მაგრამ აი თქვენ ვინც მე წერთ, რომ ჩმორი ხარ და რუსების გეშინია და რაღაცების. თქვენ თუ ხართ მზად, რომ უეჭველად წაგებულ ომში გაუშვათ თქვენი შვილები, თქვენი ქმრები და თქვენი ძმისშვილები და დიშვილები ამოსახოცათ და თქვენ თვითონაც რო წახვიდეთ და ამოწყდეთ ასეთ ომში. თუ გიფიქრიათ ამაზე თქვენ, ვინც მე წერთ, რომ ჩმორი ვარ და მშიშარა. ჩმორი და მშიშარა კი არა ვარ. ძალიან კარგად რო ვიცი, აი ზუსტად 100%-ის სიზუსტით რო ვიცი, რა დაგვემართება დღეს ჩვენ თუ რუსეთთან ომის წარმოებას დავიწყებთ, რა დღეში შეიძლება აღმოჩნდეთ და ბოლო რო შეიძლება ის იყოს, რომ საერთოდ ქვეყანა დავკარგოთ, აი ამას რო ვათვითცნობიერებ და ამ რისკებზე რომ აქვს ნაფიქრი, სწორედ ამიტომ არ მინდა ასე ძალიან რომ ამ ქვეყანაში რაღაცა უბედურება დატრიალდეს. თქვენ ხართ ან ძალიან სულელები, ვინც აი ამ ომის ამბავზე ქილიკობთ და ომი არა ის უნდათ და რაღაცებს რო იძახით, რა ომი ძმაო, ჩვენ რა უნდა ვეომოთ ხა. ომით უნდათ თვითონ ვერეუმებიან, ეს არის სისულელე და ვინც ასე ფიქრობთ ამ ამბავს, თქვენ ხართ სულელები და თუ სულელები არ ხართ, მაშინ მითხარით, ერთი მიზეზი მითხარით, რატომ არ უნდა აწყობდეს დღეს ევროპელებს და ბრიტანელებს განსაკუთრებით და შესაძლებელია დიდი ალბათობით ამერიკელებსაც, რატომ არ უნდა აწყობდეთ ერთი მიზეზი მითხარით ის, რომ დღეს საქართველო და რუსეთის წინააღმდეგ გაიხსნას მეორე ფრონტი და რომ რუსეთი კიდევ უფრო მეტად დაასუსტოს. აი რატომ არ უნდა აწყობდეთ ერთი მიზეზი მითხარით. ასე რომ ეს არის რის თქმაც მინდოდა აი ამ რაღაცა ევროპელ თუ ნახევრად ევროპელ თუ ტრაკით ევროპელ თუ რა ვიცი შიგნაკრავ ევროპელ თუ ევროპაზე მეოცნებე ტიპებთან დაკავშირებით, რომლებიც დაჭენაობენ წინ და უკან რუსთაველზე და ევროპა და ევროპაში მივდივართ და რაღაცებს ვხვდებიან. ამ კატეგორია ადამიანების ლოზუნგი არის სლავა უკრაინა და აი რაღაცა სლავა უკრაინას გაიძახიან და ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის და ჭეშმარიტი ქართველებისთვის არის საქართველო უპირველეს ყოვლისა და ჩვენ ვიძახით დიდება საქართველოს, თქვენ ვიძახით დიდება უკრაინას. არ ვიცი, ჩვენ ვართ ჩმორები და რუსები თუ თქვენ ხართ გამოშტერებულები, ამაზე თქვენ თვითონ ძალიან კარგად თუ დაფიქრდებით და ობიექტურად შეაფასებთ, აღმოაჩენთ, რომ კი ნამდვილად გასულელებულები ხართ და გამოგაშტერეს და
ვის ინტერესებში დადიხართ მაგ რუსთაველზე ვერ ხვდებით სამწუხაროდ, მაგრამ იმედი მაქვს დრო მოვა და მიხვდებით. ასე რომ ეს არის რისი თქმაც მინდოდა და კიდევ ერთ დავამატებ რა იმ ადამიანებს ვისაც გჯერათ რომ რუსეთის განადგურება არის შესაძლებელი, თქვენც იდიოტები ხართ. რუსეთის განადგურება არის შეუძლებელი, თუ კი რუსეთი განადგურდება, მთელი სამყარო განადგურდება და ეს რომ ძალიან კარგად იციან ამერიკელებიც, ბრიტანელებიც და ყველამაც, იმიტომ არის რომ ვერ ბედავენ რომ ეს თობლივი ძალებით შეუტიონ და გაანადგურონ რუსეთი. რუსები პირდაპირ იძახიან, თუ არ იქნება რუსეთი, წყალსაც წაუღია მთელი სამყარო. ყველა ატომურ ბომბს გავისვით ყველა მიმართულებით და საერთოდ სამყაროს მოვწყვიტავთ ორბიტიდან დედამიწას. იძახიან პირდაპირ. და ეს რომ ასე იქნება, ძალიან კარგად იციან ნატოს ცენტრალურ შტაბშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკაშიც და ევროპაშიც. და იმიტომ არის რომ არც ფიქრობენ იმას, რომ რაღაცა ნატოს ჯარებმა შეუტიონ და გაანადგურონ რუსეთი, თორე რუსეთის განადგურება შესაძლებელი რო ყოფილიყო და ამისი რაღაცა პროცენტები რო არსებობდეს რა რუსეთის განადგურების სასარგებლოდ, აქამდე მილიონჯერ შეუტევდნენ რუსეთს. ასე რომ ეს არის რის თქმაც მინდოდა და გამგები ძალიან კარგად გაიგებს იმ ამბავს, რასაც ეხლა მე ვსაუბრობ და რისი ახსნაც მინდოდა მაყურებლისთვის.